ალბათ ბევრი თქვენგანი და მათ შორის მეც არაერთხელ დავფიქრებულ ვართ. შეიძლება თუ არა, რუსეთის სხვა გზით წასულიყო თებერვლის რევოლუციისა და მონარქიის დამხობის შემდეგ. პასუხი მე მგონი ერთ მნიშვნელოვნად უარყოფითი უნდა იყოს. ისეთმა განვითარებულმა ქვეყნებმაც კი, რუსეთთან შედარებით, როგორც იყო თქვათ იტალია და გერმანია, ვერ მოახერხეს თავი დაეხციათ ფაშისტური დიქტატურების ჩამოყალიბებისაგან. ესპანეთის სამოქალაქო ომშიც ფაშისტურმა ძალებმა გაიმარჯვეს და ქვეყანას სათავეში ავტოკრატი ფრანკო ჩაუდგა. რუსეთი გამონაკლისი ვერ გახდებოდა. მით უმეტეს, რომ ვაიმარის გერმანიის მსგავსად, რუსეთსაც თითქოს თვითშენარჩუნების ინსტინქტი უბიძგებდა ამ ეტაპზე ზანტი, ესეთი არაფოკუსირებული დემოკრატიის ნაცვლად, შეექმნა სისტემა უსაზღვრო მობილიზაციური შესაძლებლობებით. ძალაუფლების ერთი პირამიდით, რომლის სათავეში მდგომი ბელადი ქვეყანაში ტოტალურ კონტროლს განახორციელებდა. რადგან რუსეთში ძალაუფლება კომუნისტებმა მოიპოვეს, დაფუძნებული ტოტალიტარული სისტემის იდეოლოგიად, ბუნებრივია გამოცხადდა კომუნიზმი. პრაქტიკულად განუხორციელებადი რომანტიული დოქტრინა. სწორედ ამ მობილიზაციური შესაძლებლობების წყალობით ჩამორჩენილმა რუსეთმა, ჩერჩილის სიტყვების პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, სტალინის ხელმძღვანელობით სწრაფად განლო გზა გუთნიდან ატომური არაღამდე. გადამწყვეტი წვლილი შეიტანა გერმანული ფაშიზმის დამარცხებაში და მოგვიანებით პირველმა გაიყვანა ორბიტაზე კოსმონავტი. რუსეთს ბატონის განდიდებისა და პირმოხსნეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდა. სტალინი ნიჭიერი და უნარიანი პიროვნება იყო. მან სისასტიკეთა მთელი სერიის მიუხედავად შეძლო რუსი ხალხის დიდი მასების გულის მოგება. და თუ არ მიწევთ პარადოქსს, ვიტყოდი სავსებით დამსახურებულად მოიპოვა საბჭოთა ხალხების აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი დიქტატორის მდგომარეობა. თავისი უსაზღვრო ავტორიტეტი და მისსავე მიერ შექმნილი სისტემის მობილიზაციური შესაძლებლობები სტალინმა ეფექტურად გამოიყენა ქვეყნის ინდუსტრიული განვითარებისათვის. ახალი სამხედრო და მათ შორის ბირთვული ტექნოლოგიების შესაქმნელად, გიგანტური ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ირიგაციული პროექტების განსახორციელებლად. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა მეცნიერების განვითარებას და დიდად პრივილეგირებულ პირობებს უფლიდა აკადემიურ და შემოქმედებით ელიტას. რასაკვირველია მათ, ვინც გულაგის მავთულ ხვართებს აქეთ დარჩა და ერთგულად ემსახურებოდა სოციალისტურ იდეოლოგიას. თანდათან იწევდა ხალხის ცხოვრების დონეს, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ომის შემდგომ წლებში ყოველ პირველ მარტს სხვადასხვა საქონელს ფასი აკლდებოდა. ხალხი კმაყოფილი ჩანდა. რეპრესიების მთავარი ტალღა თითქოს 30-იან წლებში დარჩა. მეორე მსოფლიო ომში მოპოვებულმა გამარჯვებამ დაადასტურა ხალხის ბელადისადმი ერთგულება. რეჟიმის სიმტკიცეში ეჭვს ვერავინ შეიტანდა. მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის შეიქმნა დიდი სოციალისტური ბანაკი. იმ დროს ჯერ კიდევ საკმაოდ ცენტრალიზებული გაერთიანება, რომელიც საბჭოთა კავშირისა და ევროპასა და აზიაში მისი სატელიტებისაგან შედგებოდა. Избиратель, народ должен требовать от своих депутатов, чтобы они оставались на высоте своих задач. Чтобы они были такими же бесстрашными в бою, беспощадными врагам народа, каким был Ленин, чтобы они были свободны от всякой паники, от всякого подобия паники. Когда дело начинает осложняться, и на горизонте вырисовывается кое-какая опасность, какая бы она ни была. Чтобы они были также свободны от всякого подобия паники, как Ленин. ამ თითქოს და ჯანსაღ ფონზე შიგადაშიგ გაისმოდა პარანოიდალური ნოტები. გენეტიკისა და კიბერნეტიკის ცრუ მეცნიერებად გამოცხადება. დღეს სწორედ ეს დისციპლინები განსაზღვრავენ კაცობრიობის პროგრესს. შოსტაკოვიჩისა და პროკოფიევის დაგმობა, ეგრეთ წოდებული ფორმალიზმის გამო. ამგვარ დაგმობას თანსდებდა ყველა ქარხანასა თუ დაწესებულებებში ამ დაგმობილ მოღვაწეების კრიტიკა, რომელიც ძალიან წააგავდა ხოლმე ორველისეულ სიძულვილის 5 წუთს. არც საქართველო იყო გამონაკლისი. ეჭვიანობა, დასმენა,
შპიონომანია ომის შემდგომ წლებში აქ თანდათან მატულობდა. 1951 წელს პიკს მიაღწია. 1951 წლის 25 დეკემბერს პირველად წავაწყდი ბავშვისათვის სრულიად გაუგებარ მოვლენას. დილით სახლიდან გამოვედი, ჩვენი სახლი კი აქ იყო, სადაც დღეს სახელმწიფო კანცელარია და ჩემი მეგობრის ვანო ვარაზიშვილის სადარბაზოსკენ გავეშურე. გზაში ჩვენი დაცვის მილიციელმა მიტომ გამაჩერა. ტყუილად მიდიხარ. ისინი გაასახლეს. რამე კი გაასახლეს? ხო, თავად ვნახე. 6 საათი იქნებოდა დილის, რომ გაასახლეს. და ვანომ კიდევაც იკითხა, გელამ თუ ისიც რომ გვასახლებ. ვარაზიშვილები იმ ათასობით სხვა უდანაშაულო ადამიანებთან ერთად გაასახლეს საქართველოდან, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლება საშიში პიროვნებებად მიიჩნევდა. მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ნათესავები ყავდათ საზღვარგარეთ. სხვადასხვა დღეს მე და ვანო ვარაზიშვილი კვლავ მეზობლები ვართ და ერთი სახლის სხვადასხვა სადარბაზოში ვცხოვრობთ. მაგრამ ეს ამბავი უკვე ასე ვიტყოდი სასიამოვნო მისტიკის სფეროს განეკუთვნება. 1951 წელს ბევრ უდანაშაულო ადამიანთა შორის ციმბირსა და ყაზახეთში გადაასახლეს ის ქართველი ემიგრანტები, რომლებმაც გარისკეს და მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. ომის შემდეგ წლებში ცნობილია, რომ ბევრი ემიგრანტი დაბრუნდა. განსაკუთრებით რუსეთში ის ემიგრანტები. სხვა რესპუბლიკებშიც. აი ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს სტალინს დაებადა აზრი, რომ ქართველი ემიგრაციიდანაც ჩამოსულიყო ნაწილი საქართველოში. ამის შესახებ ამერიკას და მითხრეს, რომ მოამზადოთ ეს საკითხიო. საქმე ის არის, რომ ჩვენ დავავალეს ესა. იმ რამხრივ დავავალეს ჩვენ. რომ ჩვენ მიგვეცა გარანტია ემიგრანტებისათვის, რომ აქ სამუშაოზე შევიდნენ და არანაირი საშიშროება არ მოიმოდათ. დავავალეთ ამ საქმის მოგვარება ილია თავაძეს. ილია თავაძე მაშინ მეორე მდივანი იყო საფრანგეთის საელჩოში. განზრახული იყო ასეთი წინადადება მიეცათ ნოე ჟორდანიასთვისაც. პირველი ცნობები, რომელიც ილიამ ჩამოგვიტანა, ისეთი იყო თითქოს ჟორდანიას ოჯახი წამოვიდოდა, შვილები და თვითონ. მაგრამ მერე ჟორდანიამ უარი თქვა წამოსვლაზე. მე ახლა აღარავის ჭირდები საქართველოში, ხო და რატომ უნდა წამოვიდე, რა მოსაზრებითო? ახნის კაცი ვარ და არ არის საჭირო, რომ ახლა მე საქართველოში გამოჩნდეო. მაგრამ შვილის შესახებ რეჯები ჰქვია მის ვარს. ის ჩაწერეს კიდეც პირველ სიაში, მაგრამ შემდეგ ეს სია გაიცხრილა. გაიცხრილა ჩვენგან კი არა, გაცხრილეს იქვე საკუთარ წრეებში ემიგრანტებმა და ბევრი ჩვენთვის უფრო საინტერესო ემიგრანტი დარჩა. ჩამოვიდა ხალხი ნაკლებად ცნობილი, გარდა რამდენიმე პიროვნებისა. ერთ-ერთი იყო სამსონ ფირცხალავა, ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი. იყვნენ შედარებით ახალგაზრდები, ფრანგი მეუღლეებით 20-35 ოჯახი. ზოგს 2, ზოგს კი 3 შვილი ჰყავდა. როგორც ცნობილია, ექვთიმე თაყაიშვილი ადრე იყო ჩამოსული და მას მე იმ ემიგრანტებში არ ვთვლი, რადგან თაყაიშვილი სხვა მოვლენაა და სხვა საქმესთან იყო დაკავშირებული მისი საქართველოში დაბრუნება. ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ ერთი სამწუხარო მოვლენა უნდა აღვნიშნო. საქმე ის არის, რომ ჩვენი უშიშროების მინისტრი რუხაძე საოცრად დაავადებული იყო რაღაც სენით. მე ამ სენს უწოდებდი მტრის გამომჟღავნებას. მიაჩნდა, რომ ყველგან მტერია და საჭიროა მისი გამომჟღავნება. როგორც ჩამოვიდნენ ემიგრანტები, იმ დღიდანვე რუხაძემ გადაწყვიტა ეთვალთვალა ამ ხალხისათვის. შესაძლოა საკავშირო სამინისტროდანაც ჰქონდა ასეთი დავალება. დიდი დრო არ იყო გასული, მეორე თუ მესამე წელიწადს რუხაძემ წარმომიდგინა ერთი ემიგრანტული ოჯახის საქმე. ვიღაც საეჭვო კაცი დადის ამ ოჯახთან. ეს კაცი უსათუოდ დაკავშირებულია უცხოეთის დაზვერვასთან. მე მოვატანინე ცნობები იმ კაცის შესახებ. გამოირკვა, რომ ეს ემიგრანტი 35 წლის იქნებოდა. ჰყავდა 4 თუ 5 შვილი. მე მაშინ უარი უთხარი ყოველგვარი ღონისძიების გატარებაზე. დავავალე მხოლოდ თვალყური ედევნებინა. 10 წლის ბოლოს, როცა რუხაძე უკვე როლში შევიდა, სტალინმა ის ორჯერ გამოიძახა კრემლში. მე არ ვესწრებოდი ამ შეხვედრებს.
ალბათ იფიქრა რუხაძემ, რომ რაღაც საქმე უნდა გაეკეთებინა ისეთი, რომ ყურადღება მიექცია. იმ დროს ჩვენი ჩეკისტებისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო საქმეების შექმნა. ისინი ხომ ბერიას გამოწვრთნილები იყვნენ. ადგა და მოახსენა სტალინს, რომ ამ ემიგრანტებში იყვნენ ნამდვილი ჯაშუშები, რომლებიც აგროვებდნენ მასალებს უცხოეთის დაძვრებისთვის. სტალინი იმ ხანებში ძალიან გულმოსული იყო ჩვენზე და ეს ინფორმაცია გამოიყენა. საქმე ის არის, რომ როცა პირველად გამოუძახა რუხაძე, მაშინ ის უცხოელად ჩამოვიდა და მითხრა ყველაფერი. მაგრამ შემდეგი გამოძახების შედეგად მე ბევრი აფერი გამიგია და რაღაცას ამბობდა, მაგრამ ვატყობდი, რომ პროგრამის მალავდა. არ ვიცი, ალბათ შემდეგაც იყო ლაპარაკი, ეს იქნებოდა უსათქო. სტალინი, როგორც ცნობილია, ჩეკისტებს ძალიან უჯერებდა და ეყრდნობა მათ. მასალე რუხაძეს ის მანამდე არ იცნობდა, მაგრამ შეხედა, რომ რაღაცას აკეთებს კაცი და სწორედ იმ ხაზით და იმ მიმართულებით, რომელიც მას მოსწონდა. სტალინის ხასიათისათვის დამახასიათებელი იყო ერთის მხრივ ეჭვიანობა, მეორეს მხრივ კი ინტრიგის სიყვარული. თუ არ იყო დაძაბულობა მუშაკებს შორის და სიწყნარეს უფევდა, მას ამგვარი მდგომარეობა ნორმალურად არ მიაჩნდა. ის ფიქრობდა, რომ ყოველთვის უნდა იყოს უთანხმოება და უთანხმოების ამბები აქტიურ ადამიანებს უნდა მიჰქონდეთ საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში. ჩემთვის ცნობილი არის სტალინის საერთო დამოკიდებულება ემიგრაციის მიმართ. ცხადია, არა იმ ემიგრაციის, რომელთა ნაწილი ჩვენთან ჩამოვიდა, ეს რა ემიგრაცია იყო. ემიგრაცია იყო ჟორდანია, გეგეჭკორი, ჩხენკელი და სხვები. დემოკრატიული საქართველოს მეთაურები და მესვეურები. ეს იყო ემიგრაცია. ამ ემიგრაციის მიმართ სტალინს ჰქონდა ძალიან ეჭვი ჰქონდა ემიგრაციის მიმართ. ყოველთვის თვლიდა, რომ ისინი არიან უცხოეთის დაზვერვის აგენტები. რასაკვირველია, სტალინი ამაში ცდებოდა. მე მაგალითად ვერ დავიჯერებ, რომ ჟორდანია იყო ვინმეს აგენტი და ეს არც მაშინ მჯეროდა. იგივე ითქმის გეგეჭკორზეც. დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო და რატომ უნდა ყოფილიყო ვინმეს აგენტი? მაგრამ სტალინს ამას ალაპარაკებდა ის, რომ ემიგრაცია ასე თუ ისე ცხოვრობდა იქ. ესე იგი, ცხოვრების საშუალება ჰქონდა. აბა საიდან აქვს ცხოვრების საშუალებაო, ამბობდა ხოლმე სტალინი. იმ დადგენილებაში, რომელიც საქართველოს პარტორგანიზაციის შესახებ მიიღო სტალინმა და ჩვენ ღია დებაშით გამოგვიგზავნა, ეწერა, რომ ემიგრაცია საქართველოს შესახებ ინფორმაციას დოლარებად ყიდის. და ეს იყო ნათქვამი სწორედ ჟორდანიასა და გეგეჭკორის შესახებ. მათ ვინც მოტყუდა და ჩამოვიდა. გარანტიებმა ვერ უშველეს? კითხება მაშინს. ცენტრალურმა კომიტეტმა, მთავრობამ დავადგინეთ, როცა მივიღეთ ამ ფაქტს, ეს ხალხი ჩამოვიდეს. და რომ ჩვენ თავზე მოწყობას. იქნებოდა ჩაწერილი, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ეს უხერხული იყო და არ ჩაიწერა. რა კი თანხმობა მივეცით, რომ ჩამოსულიყვნენ, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ უშიშროების გარანტიას უნდა ჰქონოდათ. სამშობლოსათვის თავგანწირვის და უანგარო სიყვარულის ყველაზე ნათელი მაგალითი ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში ექვთიმე თაყაიშვილის გმირობა იყო. რატომ და როდის დაუწყეს დევნა ამ უჩვეულოდ ნათელ ადამიანს? როდესაც მამაშენს ეს შეკითხვა დაუსვი, შევატყვე, რომ იგი გაღიზიანდა. როცა ჩამოვიდა თაყაიშვილი, ის ჩვენ შესანიშნავად მივიღეთ და მოვაწყვეთ. ამაზე მე მგონია წინათ გითხარი. აი ასეთი ამბავი არის. მე მივიღე, ჩემთან მოვიდა, მაგრამ ჩემთან კიდევაც რომ არ მოსულიყო, ყველაფერი იყო მომზადებული იმისათვის, რომ თაყაიშვილს კარგად ეცხოვრა და ემუშავა ჩვენში. ჯერ ერთი მთავარი იყო მისი ისეთ ადგილას მოწყობა, რომ ვინმე ზედამხედველი და დამხმარე ჰყოლოდა, მომვლელი. ასეთი მხოლოდ ერთი ქალი აღმოჩნდა, მგონი ფირცხალავა იყო გვარად, რომლის ოჯახი თბილისში ცხოვრობდა და რომელსაც შეეძლო ეკისრა თაყაიშვილის მოვლა. მაგრამ იმისთვის, რომ თაყაიშვილს კონტაქტი ჰქონოდა ამ ოჯახთან, საჭირო იყო მისი დაბინავება ფირცხალავების ოჯახთან ახლოს, რაც თვითონვე მოითხოვა. გამიკეთეთ ბინა ისე, რომ ფირცხალავების ოჯახის გვერდით მქონდეს ოთახიო. თბილისის პირობებში ასეთი რამის გაკეთება მაშინ ძალიან ძნელი იყო.
იმიტომ რომ ყველგან ხალხი ცხოვრობდა. ესე იგი, ოთახები უნდა გაგვეთავისუფლებინა. სწორედ იქ, სადაც თაყაიშვილმა მოითხოვა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ორი ოთახი გავათავისუფლეთ, გავრემონტეთ და მივეცით ფირცხალავების ბინის გვერდით. იქვე, იმავე სართულზე. ერთი კედელი ყოფდათ. ეს არ იყო პატარა საქმე. ეს გავუკეთეთ. მეორე ამაზე უფრო დიდი საქმე შეიძლება ის იყო, რომ ჩვენ აკადემიაში ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მას ეკუთვნოდა როგორც მეცნიერს საქართველოს აკადემიის წევრი ყოფილიყო, ჩვენ გვინდოდა, რომ მას ჰქონოდა მუდმივი სახსარი. მაშინ აკადემიის წევრები საკმაოდ დიდ გასამრჯელოს ღებულობდნენ. ჩვენ აღვადგინეთ ის უნივერსიტეტში, როგორც პროფესორი. იქაც იყო, აქაც იყო. მერე დავავალეთ, რომ გამოეცათ მისი ნაშრომები. ცალფეხა იყო და ამიტომ მანქანა მივეცით თავისი მძღოლით. მე მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგად მოვაწყეთ ის კაცს. რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ ის კარგად მოვაწყეთ და თვითონაც ძალიან კმაყოფილი იყო. დოკუმენტი გამოქვეყნებულიც კი არის მგელაძის სახელზე. წერილში აღწერილია, თუ რა კარგად შეხვდით და როგორ კარგად იყო მოწყობილი, როგორ კარგად ცხოვრობდა და მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილი უკანასკნელ ხანობამდე. ამას თვითონ თაყაიშვილი წერს და ამბობს. ესე იგი 51 წლის დეკემბრამდე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს უკანასკნელი წლები ამ მოხუცებულ კაცს ჰქონოდა ისეთი, რომ კარგად ეგრძნო თავი და ეს ასეც იყო ნამდვილად. მაგრამ ჩემი მოხსნის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. მე ამას მივაწერ მაინც რუხაძეს და თვითონ ექვთიმეც წერს იმ წერილში. ეს რუხაძე როგორღაც გადამეკიდა. ხანდახან მეძახის მოვიდეს აქო. მე ამ ხნის კაცს და ხეიბარს მიჭირს იქ მისვლაო. ამბობენ გემოვნების შესახებ არ კამათობენ. და ეს ეხება ისეთი დიდი მასშტაბის პოეტების შემოქმედებასაც, როგორიც ვაჟა-ფშაველა. იგი როგორც ბაირონი ან გოეთე შეიძლება მოგწონდეთ, ან არ მოგწონდეთ. და ბუნებრივია ამგვარი უფლება ჰქონდა ისეთ დიდ პოლიტიკურ მოღვაწეს და თავადაც ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს, როგორიც იყო იოსებ სტალინი. მაგრამ სტალინის მიერ ვაჟას შემოქმედების გადაფასება სცილდება ლიტერატურული კამათის ფარგლებს და უფრო წააგავს ისტორიის გადასხვაფერების ცდილობას, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს მეორე ფილმში. მე ვთხოვე მამაჩემს რამდენიმე სიტყვა ეთქვა იმის თაობაზე, თუ როგორ დაიწყო ვაჟას კრიტიკის კამპანია. და შევეკითხე აგრეთვე, თუ მისი აზრით რა სცენარით განვითარდებოდა მოვლენები, იგი რომ არ დამორჩილებოდა სტალინის ნებას. სტალინს ჩვენ უგზავნით ყოველ ახალ გამოცემას. მნიშვნელოვანი სასაკვირველია. მეტწილად პასუხს ჩვენ არაფერს არ ვღებულობდით, როგორც ჩანს, ათვალიერებდა ყოველ შემთხვევაში ჩვენს მიერ ძალიან სიგნალს. ამიტომ ხანდახან ხონდა ლაპარაკი ლიტერატურაზე. ერთი ასეთი საუბრის დროს გამოიწვია საკითხი ვაჟას შესახებ და მის პოეზიაზე. მე გამოვთქვი აზრი, რომ ვაჟა გენიოსია. სტალინმა დიდი მოთმინებით იცოდა მოსმენა. ეს რომ მოისმინა, არაფერი უთქვამს. ერთი მითხრა მხოლოდ, რომ დაბრუნდებით, გამომიგზავნეთ ვაჟას ნაწერები და დაგიბრუნებთო. ჩამოვედი თუ არა, მაშინ გავუგზავნე 4 ტომიანი გამოცემა. ძირითადად პოეზია. გავიდა 15 დღე, შეიძლება ერთი თვეც და დამერეკა სტალინმა. ლაპარაკი შედგა რუსულად. თქვენ ამბობდით, რომ ვაჟა გენიოსია. თქმა არ უნდა, რომ ძალიან დიდი ტალანტია, მაგრამ მისი მსოფლმხედველობა ყოვლად მიუღებელია. ძალიან ჩამორჩენილია მსოფლმხედველობრივად. გავუგებარია, რატომ არის საქართველოში ასეთი შეხედულება, რომ ვაჟა მიაჩნიათ მოწინავე პოეტად ამ თვალსაზრისით და აყენებენ ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის გვერდით. მსოფლმხედველობრივად ილია და აკაკი ქართული საზოგადოებრივი მოწვეობის მეთაურები იყვნენ და მთელი მათი პოეზია და მოღვაწეობა ამ ხრივ არის დასაფასებელიო. რაც შეეხება ვაჟას, ის მარტო მთიელების ურთიერთდამოკიდებულებას, შიდა ომებს და კენკლაობას აღწერს და ხშირად სიყვარული ეტყვება ისეთ მომენტებს, რომელიც ჩამორჩენაზე მიუთითებს და ჩამორჩენილობისკენ ეწევა ხალხსო. ვაჟას ენაც ჩამორჩენილი აქვს. ეს არ უწყობს ხელს ერთიანი ქართული ენის ჩამოყალიბებას. აქ ის ცნობილი ლექსის გაიხსენა, აკაკის ვაჟასთვის მიწერილი ლექსი,
ენას გიწუნებ შაველოო. ეს ტყუილად კი არ დაწერა აკაკიმო. ახლა ჩანს აკაკის აკრიტიკებენ, რატომ მიწერა ეს ლექსი ვაჟასო. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა კრიტიკულად იყოს განხილული ვაჟას მემკვიდრეობაო. მერე მე მქონდა კიდევ შეხვედრა. თვითონ მკითხა, როგორ არის ვაჟას ენის საკითხიო. ესე იგი, ეს იყო იმის შეხსენება, რომ რაკი სტალინი ასეთი შეხედულების იყო, მე საჯაროდ ამ საკითხზე უსათუოდ უნდა მეთქვა რაიმე. საერთოდ, სტალინის დავალების შეუსრულებლობა ჩვენ მაშინ არ წარმოგვედგინა. ეს უნდა იყოს მხედველობაში მისაღები. რასაც დაგვავალებდა, ის უნდა გაგვეკეთებინა. ურჩობა და წინააღმდეგობა გამორიცხული იყო, გარდა იმისა, რომ რა მოყვებოდა ამ ამბავს ვინ იცის. ამიტომ იყო რომ მე გამოვედი და გამოვეცი დაახლოებით ის აზრები, რაც სტალინმა გამოთქვა ვაჟას შესახებ. ხოლო მე გაცილებით უფრო შევარბილე ეს აზრები. და ისიც კი ვთქვი, რომ ვაჟას პოეზია შევიდა ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში, მაგრამ ზოგიერთი იდეური მხარე მაინც გასაკეთებელია. სტალინის ქართველობა განსაკუთრებით მსგავდებოდა მის ქართული ლიტერატურისადმი სიყვარულსა და ინტერესში. სტალინი გამუდმებით კითხულობდა, მათ შორის იმ ლიტერატურასაც, რომელსაც ჩვენ ვუგზავნიდით. ხშირად გამოთქვამდა თავის აზრს ამა თუ იმ ნაწარმოებზე. მაგალითად, ძალიან მაღალი შეფასება მისცა დავით კლდიაშვილს. შეფასების კრიტერიუმი მეტწილად მხატვრული იყო. გავიხსენოთ თუნდაც კონსტანტინ სიმონოვის ჩანაწერები. იქიდანაც ჩანს, როგორი მაღალი ლიტერატურული გემოვნება ჰქონდა სტალინს და როგორ მკაფიოდ გამოთქვამდა იგი თავის აზრს პრემიაზე წარდგენილი ყველა ნაწარმოების თაობაზე. მაგრამ სტალინს თავისებური შეხედულება ჰქონდა საქართველოს ერთიანობის და ერთიანი ენის შესახებ. ფიქრობდა, რომ ქართული ენა არ არის ჩამოყალიბებული როგორც ერთი საერთო ენა. მე ამას არ ვიზიარებდი, მაგრამ სტალინი ფიქრობდა, რომ ქართულ ენას ესაჭიროება გაერთიანება, რათა იგი იქცეს საერთო ენად მთელი ხალხისათვის. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ლინგვისტიკის საკითხები სტალინს განსაკუთრებით აინტერესებდა. იგი აქტიურად ჩაება და უпроსტად თავად გაუკეთა ინიცირება 1950 წლის საენათმეცნიერო დისკუსიას, რომლის შედეგადაც ძალიან ცნობილი ლინგვისტი ნიკო მარი, რომელიც ამ დროისათვის უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, მარქსისტული ენათმეცნიერების პედესტალიდან საჩქაროდ ჩამოხსნეს. აი საინტერესოა, რომ გულაგის ფოლკლორის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაში პოლიტპატიმარი მიმართავს სტალინს როგორც მეცნიერს, რომელიც განსაკუთრებით კომპეტენტურია лингвистикაში. Товарищ Сталин, вы большой ученый, языкознание познали толк, а я простой советский заключенный. И мне, товарищ, серебрянский волк. 1942 წელს მე სტალინს გავუგზავნა საქართველოს ისტორიის მაკეტი. ისტორია ეწერებოდა ივანე ჯავახიშვილის, ჯანაშიას და ბერძენიშვილის მიერ. ივანე ჯავახიშვილი იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო. სტალინმა იმ დროს მაკეტზე არავითარი რეაგირება არ მოახდინა, მაგრამ 1945 წელს დამირეკა. სოჩში ვარ და თქვენი მაკეტი წავიკითხე. მაქვს ერთი შენიშვნა, ხომ არ შეგიძლიათ ავტორები ჩამოიყვანოთ ჩემთანო. მე ვუთხარი, რომ საუბედუროდ მთავარი ავტორი აღარ იყო ცოცხალი და ამის შესახებ მას ჰქონდა ჩემს მიერ გაგზავნილი დეპეშა. მითხრა, თუ შეძლებთ წინამძღვრიშვილი წამოიყვანეთ. არის თქვენთან ასეთი ექიმი. ჩემი ბავშვების მეგობარია და დიდი ხანია არ მინახავს. ხელს არ შეგვიშლის ალბათო. მე ვუთხარი ჩვენს ისტორიკოსებს, თუმცა მათ ცოტა არ იყოს შეეშინდათ. მე დავამშვიდე, საშიში არაფერი ამეთქი. წინამძღვრიშვილი ვიპოვნეთ და იმას გავუხარდა, როგორ გავახსენდიო. ჩავედით დილით. სტალინი ღიმილით შეხვდა და მიგვიპატიჟა აგარაკზე. ყველას ოთახები გამოუყვეს. შემდეგ გაიმართა სადილი. სტალინს წიგნთან ერთი შენიშვნა ჰქონდა. კერძოდ, რატომ არ იყო ქართული ანბანის საკითხი და წარმოშობა უფრო კარგად აღწერილი. ამბობენ, რომ ქართული ალფაბეტი შექმნა სომეხმა მოღვაწემ მესროპმაო. ამის შესახებ თქვენთან არაფერია ნათქვამი. თუ ეთანხმებით ამ აზრს, უნდა იყოს ნათქვამი და თუ არ ეთანხმებით, ესეც უნდა იყოს წიგნშიო. საქმე ისაა, რომ სომეხმა ისტორიკოსებმა გამოაყურეს მთელი მსოფლიო იმით, რომ მესროპმა შექმნა სომხური, ქართული და ალბანური ანბანი. დასაკვირველია, ამის შესახებ ქართული ისტორიის წიგნში რაღაც უნდა ყოფილიყო თქმული. ჯანაშიამ ამ საკითხზე შემდეგი განმარტება მისცა. ჩვენ ეს ფაქტი არ მოვიტანეთ წიგნში, იმიტომ, რომ ეს მოსაზრება სწორად არ მიგვაჩნიაო.
ჩვენი ალფაბეტი უფრო ძველია ვიდრე მესობის მიერ შექმნილი ანბანები. ამაზე მეტყოლებს თუნდაც იარაღის სახელწოდება წერაქვი. ეს ქვაზე საწერი იარაღი იყო და ეს კარგად არის გამოყოლებული ივანე ჯავახიშვილის ცნობილ წიგნში ქართული დამწერლობის შესახებ. ჩვენ ამაზე უნდა გვეთქვა, მაგრამ ანგარიში გაუწიეთ ჩვენი მეზობელი რესპუბლიკის მეცნიერებს. სტალინს ეს ძალიან გაუკვირდა. მეცნიერება იმიტომ არის მეცნიერება, რომ არ უნდა უწევდეს ანგარიშს ზოგიერთ არამეცნიერულ შეხედულებებს. თქვენ ეს უნდა გეთქვათ, ვის ეწყინება და არ ეწყინება, სიმართლე არ უნდა დაიფაროსო. თქვენ მოგიხდებათ წიგნში ამის გამოსწორება. მესამე ფილმში, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, ვფიქრობ, აღნიშნის ღირსია ორი გარემოება. პირველი ის, რომ ომის შემდგომი აღმასვლისა და წარმატებების ფონზე საბჭოეთში მაინც არ წყდებოდა ტრების გამოაშკარავება. სტალინისათვის სისხნარე სტაგნაციის თვალსაჩინოა. იგი აშკარად ინტერესდებოდა და აწინაურებდა იმ ხელთქვეითებს, რომლებიც მას ახალ ინტრიგებს თავაზობდა. მეორე გარემოება კი ის გახლავთ, რომ მიუხედავად მისი ძალიან მიუკერძოებელი და ისეთი განურჩეველი საჯარო პოზიცია, სტალინი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ქართული ენისა და კულტურის მიმართ. ზოგიერთ შესაძლოა მათ საზიაროთაც, როგორც ეს იყო თქვა ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ სხვა საბჭოთა ხალხების ენები და კულტურა მას შეუდარებლად ნაკლებად აინტერესებდა.